ერთ თვეზე მეტია რუსეთის ფედერაციაში ბენზინის სერიოზული კრიზისია. უკრაინულმა მხარემ მიაღწია იმას, რასაც წინა წლების განმავლობაში ცდილობდა და მხოლოდ ნაწილობრივ თუ აღწევდა. გულისხმობ იმას, რომ საშუალო სტატისტიკურ ცენტრალურ რუსეთში, მათ შორის მსხვილ ქალაქებში, საკუთარ კეთილდღეობაზე უნდა ეგრძნო ომის შედეგები. უკრაინელების თანმიმდევრული შეტევების შემდეგ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები მნიშვნელოვნად დაზიანდა. აღნიშნული ვიდეო კადრები კი ერაყის ან ირან-ამერიკის ომს უფრო მოგვაგონებდა, თუმცა არა. ეს მოსკოვის გარეუბნებია. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო როიტერსი წერს, რომ კაპოტნიაში დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღდგენას 6 თვე დასჭირდება, ეს სანდო ინფორმაცია არ არის. შეუძლებელია მხოლოდ ფოტოებით და ვიდეოებით შეფასება და რემონტს შეიძლება ბევრად ნაკლები დროც დასჭირდეს. როგორც არ უნდა იყოს და სანამ ქარხანა აღდგება და ძველებურ სიმძლავრეებს დაუბრუნდება, იმისათვის რომ მოსკოვში ბენზინის კრიზისი არ შეიქმნას, რუსეთის სხვადასხვა ოლქებიდან დაიწყება საწვავის გადაზიდვა მოსკოვში. ეს კი ოლქებზე უარყოფითად დაისახება. ოპერაციის ფარგლებში 2025 წლიდან დღემდე უკრაინელებმა რუსეთში არსებულ 10 ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 8-ს დაარტყეს. იერიშევის გეოგრაფია მრავალფეროვანია. ბაშკორტოსტანი, ლენინგრადის ოლქი, ვოლგოგრადი, ნიჟეგოროდის ოლქი, პერმი, მოსკოვი, რიაზანი და იაროსლავი. დარჩენილია ომსკის გადამამუშავებელი ქარხანა და ირკუტსკში ნავთობქიმიის კომპანია. ასეთი ზუსტი და შედეგიანი იერიშების შემდეგ ზოგიერთ ნავთობმომპოვებელ კომპანიას მოუწია ნავთობის მოპოვების შეზღუდვა ან თლადუარის შემთხვევაში შეწყვეტა. მთელი რუსეთის ფარგლებში გასამართ სადგურებზე დაიწყო პანიკა და უსაზღვრო რიგები. ამ რიგებში კიდე ცალკე ცირკები ხდება. მოხდა ისე, რომ მომპოვებელ სახელმწიფოში საწვავი აღარ იყო. მაგალითად 23 ივნისს ციმბირის რეგიონში ჰანტა-მანსისკის ავტონომიურ ოლქში, რომელიც მთელ რუსეთში მოპოვების მიხედვით ლიდერია, ბენზინის ყიდვა შეიზღუდა. მეორე ადგილოსან თათრეთში კიდევ უფრო ადრე, 13 ივნისს მოხდა საწვავის გაყიდვაზე ლიმიტის დაწესება. 24 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ყაზახეთისგან 50,000 ტონა ბენზინის შეძენა გადაწყვიტა. 25 ივნისს რუსეთის 93 ოლქში, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებშიც მოქმედებდა შეზღუდვა. საუბარია როგორც ოფიციალურ გადაწყვეტილებაზე, ასევე არაოფიციალურზე, ანუ სადაც ადგილობრივ მთავრობას და კომპანიებს მოუწიათ ლიმიტირება. 26 ივნისს რუსეთის ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად ირკუტსკში, კურგანში, ვლადიმირსკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური გაძვირდა, ხოლო იმიერბაიკალეთის და როსტოვის ოლქებში ავტობუსების გრაფიკი შეიზღუდა. ყველაზე მძიმე ვითარება ოკუპირებულ ყირიმშია. 21 ივნისიდან იქ ბენზინის გაყიდვა აიგრძალა როგორც კერძო, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ასეთი კრიზისი არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის აბსოლუტურად ყველა გასამართ სადგურზე მსგავსი რიგებია. ზოგან შეიძლება ბევრად უკეთესი ვითარება, ზოგან პირიქით უარესი. არის ადგილები, სადაც ბენზინის გაყიდვა საერთოდ გაჩერებულია. ძირითადად, სადაც შეზღუდვა მოქმედებს, პრინციპი ერთია. კონკრეტულ ერთ ადამიანს შეუძლია იყიდოს 15-დან 30 litrამდე ბენზინი. სადაც უკვე მოხერხდა მარაგების შეზღუდვა, იქ მსგავსი ლიმიტი დაწესებული აღარ არის. ახლა რუსეთის ხელმძღვანელობა ექსპორტის შეზღუდვაზეც ალაპარაკდა. ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყანაში დეფიციტია, თუმცა დაამატა, რომ კრიტიკული არ არის. Мы сейчас наблюдаем определенный дефицит, но не критический, я сейчас скажу. საწვავის დეფიციტ შეიძლება მიეცეს ორი მიმართულება: ეკონომიკური და პოლიტიკური. დავიწყოთ პირველით. საწვავის ფასების ზრდა ივლისში ინფლაციაზეც აისახება. ეს აღიარა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ. მისი თქმით, საწვავის გაძვირება გავლენას მოახდენს მოსახლეობის ინფლაციურ მოლოდინებზეც. რუსეთის ეკონომიკისთვის ნაბიულინას განცხადება არც თუ ისე სახარბიელოა და გეტყვით რატომ. 2023 წლის შუა პერიოდიდან 2024 წლის შუა პერიოდამდე ცენტრალური ბანკი ეტაპობრივად ზრდიდა საპროცენტო განაკვეთს, რათა შეეკავებინა ინფლაცია, რომელიც შეფასებების მიხედვით ეკონომიკის გადახურებამ და სამხედრო ხარჯების ზრდამ გამოიწვია. ბიზნესი ამით უკმაყოფილო იყო, იმიტომ რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო ინვესტიციების განხორციელება გაჭირდა, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მიდგომამ გარკვეულწილად გაამართლა. ინფლაციის ტემპი შენელდა, ხოლო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი თანდათან მცირდება. თუმცა ამის საფასური ეკონომიკური ზრდის შენელება და ბიზნესის პრობლემების გამწვავება გახდა. თუმცა თუ ინფლაცია კვლავ დაჩქარდება, ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთის შემცირების პროცესის შეჩერება მოუწევს. ასეთ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდება როგორც ბიზნესი, ისე ხელისუფლების ნაწილიც. რაც შეეხება პოლიტიკურს, ნახეთ, ზოგადად სამყაროში ბევრი უცნაური და არაფრის მომცემი ომი არსებობს. რუსეთ-უკრაინის ომი ამ სიის საპატიო წევრია. უпростоრედ ის ფასი, რასაც რუსეთი იხდის ამ ხელამსხვერპლის ფასად, არ ამართლებს არსებულ შედეგებს. 2022 წლის თებერვალში, როცა ეს ომი ჯერ კიდევ იწყებოდა, მაშინ პუტინის გაცხადებული მიზნები სხვა დანარჩენთან ერთად იყო დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია. მოსკოვის პროპაგანდა კი კიევის დაცემას 3 დღეში ვარაუდობდა. არა მხოლოდ პროპაგანდა, არამედ პუტინის რუპორები და მისი უახლოესი მოკავშირეები.
Эта война продлится, Володя, ну максимум 3-4 дня. И как только чуть-чуть запахло, Володя Зеленский сразу трухнул и ребята. რას ნიშნავს დემილიტარიზაცია? არმიის განიარაღება და მისი შემცირება რამდენადაც შესაძლებელი არის და ეს შემცირება ეხება აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. ფლოტს, ავიაციას, სარაკეტო ძალებს, артиллერიას და ასე შემდეგ. უკრაინის არმია იყო კორუმპირებული, გაღატაკებული, დასუსტებული. რუსეთის შეიარაღებული ძალები ომს იწყებდა როგორც უზარმაზარი ფავორიტი. მით უმეტეს სირიაში მოპოვებული ტრიუმფების შემდეგ ქვეყნის სამხედრო ელიტა უკრაინის გადაყლაპვის მოლოდინში იყო. 2022 წელს უკრაინა ვერც კი ოცნებებდა იმაზე, რომ შორსმოქმედი არსენალი ექნებოდა. მთელი 5 წლის განმავლობაში მათი პრეზიდენტი დადიოდა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან და ამ სიტყვის პირდაპირ თუ ირიბი მნიშვნელობით ევედრებოდა, რომ მსგავსი ტიპის შეიარაღება მიეცათ. რას ხედავთ დღეს? უკრაინას შეუძლია არა მხოლოდ მოსკოვი, არამედ რუსეთის ცენტრალური ოლქებიც დაბომბოს. ხოლო დრონების ტექნოლოგიებში არსებული უპირატესობის ხარჯზე ისინი რუსეთს ამცირებენ. ევროპაში ყველაზე დაცული დედაქალაქი ჩვეულებრივი სამიზნე აღმოჩნდა. და ეს ყველაფერი ხდება 2026 წელს. 2022 წელს ამაზე ხომ ვერც ვისაუბრებდით. მაგასაც თავი დავანებოთ. ვიღაცას რომ ეთქვა 10 წლის წინ მოსკოვი დაიბომბებოდა და საპასუხოდ არაფერი იქნებოდა, ხომ ვერ დავიჯერებდით ვერავინ. საპასუხოდ ისვრის იმ მოღრეშნიკს, რომელიც მართლა ეფექტიანად გამოიყურება, აქაური და იქაური ზეტნიკები მერე მთელი დღე იმაზე დაობენ, რომ ის ავტოფარეხები, რაც დაბომბა ორეშნიკმა შიგნით იყო დამალული საბრძოლო მასალა, მერე გამოვა პუტინი და ამათაც და იმათაც ცივშხაპს გადაასხავს და ამბობს, რომ ფარეხები სპეციალურად დავბომბეთ, რომ ამ იარაღის სიზუსტე მერე ახლოდან ჩვენ თვითონ გვენახა. არ ვამბობ, რომ უკრაინა იგებს ახლა ამ ომს. ფრონტის ხაზს თუ დავაკვირდებით, შეიძლება უმცირესი, მაგრამ რუსეთს აქვს წინსვლა და ვერც უკრაინა ახერხებს ჯერჯერობით ტერიტორიების დაბრუნებას. თუმცა, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, ამ ომის ბედი აღარ არის მხოლოდ ფრონტის ხაზზე დამოკიდებული. ვინც უფრო მეტ დისკომფორტს მოუტანს მმართველ ელიტას, გაუჩენს ეჭვებს და შეურყევს ძალაუფლებას, ამაზეც არის. 2026 წლის მე-7 თვე იწყება. რუსეთის ვერც ერთი მეხოტბე ვერ იტყვის ამ 7 თვის განმავლობაში რა იყო რუსეთის მთავარი მიღწევა. ვერც ერთი დიდი ქალაქი ვერ აიღეს, ვერც ერთი დიდი ხიდი ვერ ააფეთქეს და ტექნოლოგიებშიც არანაირი გარღვევა არ ჰქონდათ. აუდიტორიისთვის მალაია ტოკმაჩკა შტურმების მსვლელობების მიყიდვა ამ მედია გარემოში, როცა რუსეთის არმიისგან შიდა აუდიტორია რაღაც მიღწევას მაინც მოითხოვს, აღარ გამოდის. 3000 კაციანი სოფლის აღება 1500 დღეზე დიდხანს მიმდინარეობს, რის გამოც არაერთი მიმი გაჩნდა. На запорожском направлении шли позиционные бои в районе Лобкового, Степового, а также на окраинах Малой Токмачки. Также продолжаются бои на окраинах Малой Токмачки. Также продолжаются бои в районе Малой Токмачки. Также продолжаются бои на окраинах Малой Токмачки. Также есть небольшие продвижения в Малой Токмачке. Также наши войска имеют небольшие продвижения в юго-восточной части Малой Токмачки. Также продолжаются бои за южную часть Малой Токмачки. Также идут бои за юго-восточную часть Малой Токмачки. В районе Малой Токмачки наши войска активизировались, есть небольшие продвижения в самом населенном пункте. В районе Малой Токмачки есть продвижение. И также идут бои в районе Малой Токмачки. Также есть продвижение в районе Малой Токмачки. Противник признает наше продвижение в районе Малой Токмачки. Также наши войска освободили вчера Малую Токмачку. Также идут ожесточенные бои в районе Новоданиловки и Малой Токмачки. Есть продвижение в районе Орехова, где мы давим в районе Малой Токмачки. Также мы давим в районе Малой Токмачки. Есть продвижение боя в районе Малой Токмачки. Также бою Малой Токмачки. Также идут бои в районе Малой Токмачки. Идут бои в Малой Токмачке. Также продолжаем давить в районе Малой Токмачки. შიდა აუდიტორიისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა პუტინის განცხადება მრავალგზის ცნობილ კუპიანსკზე. კუპიანსკი ხომ გახსოვთ 2025 წელს ვალერი გერასიმოვმა დასავლეთის ჯგუფის ერთ-ერთ სამეთაურო შტაბში პუტინს მოახსენა მისაღების შესახებ და უთხრა რომ კუპიანსკი რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლ-ქოჩ გადავიდა. მერე გემახსოვრებათ ქრონოლოგიურად როგორ იყო ზელენსკი ჩავიდა კუპიანსკის ქვასვეთთან, სადაც გადაიღო სურათი და ერთხმად რუსები ამბობდნენ რომ ეს იყო ან ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ფოტო, ან სუმცირე ფოტო მანიპულაცია. თუმცა 29 ივნისს პუტინს ჰქონდა ინტერვიუ პროპაგანდისტ პაվել ზარუბინთან, სადაც თვითონვე უარყო საკუთარი და გერასიმოვის განცხადებები. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსულ არმიას კუპიანსკამდე 2.5 კილომეტრიდან 4 კილომეტრი აშორებს. თავისივე ტყუილებში აიხლარდნენ. ჯერ ამბობდნენ აღებულია, ბოლო თქოს უიარა 4 კილომეტრი არის დარჩენილიო. ამ ყველაფრის ფონზე სულ უფრო მეტრუსო ჩნდება შეკითხვა, რა მიდის გეგმით? ყველაფერზე ეს პასუხი რომ აქვთ. რა გეგმა ასეთი?
აგვიფეთქეს დედაქალაქის ნავთობ გადამამუშავებელი ობიექტები, გაარღვიეს მოსკოვისა და პეტერბურგის საჰაერო თავდაცვა, ფრონტიდან არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ მოდის და მთელი ქვეყანა აღმოჩნდა ბენზინგასამართის რიგში. და მაინც იმას ეუბნებიან, რომ ნუ გეშინიათ ყველაფერი გეგმით მიდისო. 2022 წელს იყო სუსტი უკრაინა, რომელსაც არანაირი არსენალი არ გააჩნდა მოსკოვის დაბომბვის, ომი დავუწყეთ, რომ რა არმია წავდა ეგეთ შეგვემცირებინა და ახლა მოსკოვი კი არა, ცენტრალურ რუსეთამდე ნებისმიერ ქალაქს წვდებიან. მაშინ ლოგიკა სადაა. შეიძლება ხვალ და ზეგ ომის რეალობა შეიცვალოს და ინიციატივა დაუბრუნდეს ისევ რუსეთს, მაგრამ 2026 წლიდან, აი დღემდე გვაქვს ეს რეალობა, რასთანაც მუშაობთ, რაზეც საუბრობ და ვაანალიზებთ. მე მართლა არ მესმის ერთი რაღაცის. რა мотивация აქვთ იმ ქართველებს, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინის არმიას რაღაც დონეზე მაინც არ გულშემატკივრობს. იმ ვიწრო დაჯგუფებას ემსგავსებიან, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ რუსეთს ტანკი აღარ დარჩა, ანუ ზუსტად მაგათ ემსგავსებიან ერთ-ერთში. აღარ აქვთ რეალობის მიმღებლობა და ვერც გრძნობენ რა როგორ იცვლება. იმდენად შეპყრობილი არიან რუსული არმიით. მესმის, რომ უკრაინის პოლიტიკოსებს ჰქონდათ ჩვენთან დაშვებული გადაცდომები. იყო არასასიამოვნო კომენტარები და შეფასებები. რიგ შემთხვევაში რეპუტაციაც დაგვიზიანეს, მაგრამ იმის მერე იყო შერიგების ცდილობები, თან მათი მხრიდან. ჩემმა ძირძველმა მაყურებელმა ის იცის, რომ მე პირადად ზელენსკი გულზე არ მეხატება. ზოგადად პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ არ არის აუცილებელი რომელიმე ქვეყნის ლიდერი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. ხან ისე იქნება, ხან ასე იქნება. მაგრამ პოლიტიკის მიღმა არის ერთი რეალობა. უკრაინის შეიარაღებული ძალები და მათი თავდადება. მაგათ დასავლეთი ეხმარება, ეგ არ არის თლად სწორი მიდგომა. კი, ეხმარება დასავლეთი შეიარაღებით, ტექნოლოგიებით, სადაზვერო ინფორმაციით, ამ შეიარაღებასაც ნელ-ნელა თავადაც ხედავთ, რომ ეროვნული წარმოებით ანაცვლებენ. მაგრამ ნახეთ, კი, ეხმარება სადაზვერო ინფორმაციით, თუმცა საბოლოოდ მაინც ხომ უკრაინელი ასრულებს იმას. თუნდაც ოპერაცია აბლაბუდა, 2022 წლის კონტრშეტევა, 2026 წლის შორსმოქმედი ოპერაციები. ამ ყველაფერს აკეთებს უკრაინელი სამხედრო, რომელიც იცავს თითოეულ ჩვენგანისთვის ყველაზე ძვირფას სამშობლოს. რანაირად არ უნდა დაუფასო ის ნებისყოფა, გამძლეობა, ამტანობა და პროგრესი, რაც ამ 5 წლის განმავლობაში გამოავლინეს. თან დაუპირისპირდა სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალას, თვითონ რუსებს თუ გკითხავთ ნომერ მეორე არმიას და ამ ნომერ მეორე არმიის კვალობაზე რამდენად ღირსეულ კონკურენციას უწევს ერი, რომელიც ჩამხვრალი იყო კორუფციაში, განუვითარებელი იყო, დაბალი დონის შეიარაღება და არაინოვაციური ჯარი ყავდა, თქვენ თვითონ ობიექტურად განსაჯეთ. 5 წელია ეს ხალხი დგას და сисხლის фасад იცავს თავის სამშობლოს. რა გესიამოვნებოდათ აბა კაპიტულაცია? Хочу обняти дочку, раді цього і вижив. Це моя мета. А якщо у людини є мета, її не перемогти. მე ასე უყურებ, რომ ვინც თავის სამშობლოს იცავს, ყველა გმირია. შეიძლება სავარძლის ექსპერტები და აქაური ზეტნიკები არ არიან ბედნიერი იმით, რაც ხდება, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ოდესღაც რუსეთს ტანკი აღარ დარჩა სექტას დასწინოდნენ და ახლა მაგათ შორის განსხვავება აღარ არის. ანალოგიურად უყურებ ირანულ სამხედრო ელიტასაც, რომელსაც რუსეთზე გაცილებით ძლიერი, თანამედროვე, მობილური და ბევრად ბრუტალური ძალა დაუპირისპირდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ დანებებულიყვნენ, გადაწყვიტეს ბოლომდე ომი. და სიმართლე რომ თქვა, ამ ომში ვინ წაიტეხა ცხვირი, კარგად ვიცით. ზოგადად ყველაზე კარგად რა გამოგდის იცით? დაცინვა. ყველას დავცინით, რუსებს დავცინით, უკრაინელებს დავცინით, ევროპელებს დავცინით, ამერიკას, ისრაელს, ირანს დავცინით. და ერთ რაღაცას ვერ ვითვალისწინებთ, რომ ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში ყველა რაღაც წარმატებას აღწევს. ვიღაც უფრო მცირეს, ვიღაც უფრო მასშტაბურს. ჩვენ კიდევ ვიღაცას გეებს უთვლით, ვიღაცას რაკეტებს, ვიღაცას ტანკებს, ვიღაცას მიგრანტებს, ზოგს სამშობლოს მოღალატეებს ვეძახით, ზოგს მარიონეტებს. და მოგწონთ ასე ყოფნა? აი, ჩვენი ადგილი ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში სად არის? საქართველოში გასული კვირის მთავარი განხილვის თემა იყო სამთავრობო მედიის სოციალურ ქსელებში მათი მხარდამჭერებისა და იუთუბერების დაპირისპირება. ზოგადად იუთუბერების მზარდი ავტორიტეტი სხვა ქვეყნების მთავრობებისთვისაც პრობლემური ხდება. ამის ნათელი მაგალითი არის დიდი ბრიტანეთი. ბრიტანეთში თვლიან, რომ ტრადიციულ მაუწყებლობებს უფრო დიდი როლი უნდა მიენიჭოთ ისეთ სოციალურ ქსელებზე, როგორიც არის YouTube და TikTok-ი, რადგან ინტერნეტში არსებული დეზინფორმაცია დემოკრატიისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. ასია თუ არა, სადაო საკითხია. ჯერ ერთი, ვერც ერთი სახელმწიფო მედია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მედია ვერასდროს ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ყოველთვის გადამოწმებულ სიახლეებს ავრცელებს. და მერე მეორე, მთავრობის მხრიდან სოციალური ქსელების ალგორითმის იმგვარად მოწყობა, რომ მნიშვნელობა პირველ რიგში მიანიჭოს სახელმწიფო სააგენტოებს, ჩემი აზრით,
უფრო იმას ნიშნავს, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრისა და ინფორმაციული ნაკადების კონტროლი, ვიდრე ეს ემსახურებოდეს დემოკრატიის გაძლიერებას. რომ გადმოვიდეთ საქართველოზე, მოკლედ გეტყვით რა მოხდა. ზოგადად მე ქართულ YouTube-ს დიდად არ უყურებ. 2-3 კრეატორის გარდა არც არავინ ვიცი, არც სხვების კონტენტი, არც მათი შინაარსი და ასე შემდეგ. თუ რამე ხდება, ხან Telegram-ზე დაწერენ ადამიანები, ხან YouTube-ის კომენტარებში, ხან პირად საუბარში ახსენებენ. თუ რაღაც ისეთი დიდი სკანდალი არის. შესაბამისად, რაზეც ვისაუბრებ, შეიძლება ინფორმაცია სრულად არ მქონდეს და თუ ეს ასე არის, გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ რა როგორ იყო. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ რის თქმასაც ვაპირებ, ანუ ჩემს შეფასებებს, ამას დიდად კავშირი საერთოდ არ აქვს ფაქტის ცოდნა არ ცოდნასთან და გაიგებთ რაზე ვსაუბრობ. მარტივად რომ თქვათ, ამბავი იყო ასე. ადრე მთავარი არხის ერთ-ერთ ეთერში ერთ-ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა ხუჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მოდი გავუშვოთ ვიდეო. ოფულზე არა ესაუბარი. მოდი ვთქვათ რა, ვიღაცა შეიძლება ეს ძალიან ეწყინოს, მაგრამ ხუჩა არის ფეხბურთელი, როგორც შეიძლება იყოს, ჩვეულებრივი ფეხბურთელი ესე ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან მინდა რომ ხუჩასთან და ზურიკოსთან ერთად ბათუმის დინამო ჯგუფში შევიდეს, მაგრამ მე არა ვარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხუჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი, რომელსაც მარტო შეუძლია საქართველოს ჩემპიონატი რაიმე ტურნირი მას შეუძლია გახდეს ასეთი ფეხბურთელი, მაგრამ აიაქს უთხრა უარი, ეს ნაპოლი იყო ტყუილი, ნაპოლის მე არ ვიცი ხუჩას წარმომადგენლები ვინ არიან, ვისაც ნეაპოლიტანის ქუჩებში სახეზე ცნობენ რომ მედია მამაზე წეროს და გარდა იმისა, რომ ნაპოლის პრესატაშე მესამბავი უარყო ქართული მედია მაინც ჯიუტად დგას და ლაპარაკობს ამაზე, რომ წერილი არავითარიო სამწუხაროა რომ ამ თემით სპეკულირება მიდის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ იტალიამ თქვა უარი რუსეთ-უკრაინიდან უმოცემულობაში უკრაინიდანაც ტრანსფერებზე და არც ერთი ევროპული, არც ერთი მსოფლიოს ნორმალური ქვეყანა რუსეთში ფულს ტრანსფერის ფულს არ გადარიცხავს. ეს არის გამორიცხული ამბავი. დინამო თბილის დღემდე დავაქვს, ისე წაიყვანა აგენტმა დავითაშვილიც და კვარაცხელიაც რუსეთში, რომ საკომპენსაციო თანხა აირიდეს თავიდან, დასაბრუნებელი, უკან მოსაბრუნებელი გზა არ დაიტოვეს. ამიტომ ლოგიკური იყო, რომ ბათუმის იქით შანსი არ იყო, ესენი სადმე წასულიყვნენ. ამიტომ მით უმეტეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ რომელიმე ქართველი სპორტსმენი ისე მოიქცევა, რომ ჩვენ მათ დამი ბოდიშიც გვექნება მოსახდელი, აუცილებლად სიამოვნებით გავაკეთებ ამას, ოღონდაც ამის საფუძველი და ნიშანი მქონდეს. ეს არის ძველი ვიდეო. იმის შემდეგ ხუჩა ნაპოლიში გადავიდა, სადაც იტალიის ჩემპიონი გახდა, შემდეგ გადავიდა PSG-ში, სადაც არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული გახდა. ამ ჟურნალისტის სიტყვებზე გიორგი კალატოსმა თქვა, რომ რაღაცებს შეიძლება მართალი იყო, ანუ არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა, უბრალოდ ასე ზოგადად საუბარში ახსენა. TV იმედმა მოჭრა ეს მომენტი და ქარდზე დაიტანა, რასაც მოყვა ბულინგის პირველი ტალღა. მალევე თითქოს ჩასაფრებულის პოზიციიდან სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ვიდეო, სადაც ონკოლოგიურ პაციენტზე შავი იუმორით ხუმრობდნენ ბიჭები. ამ ყველაფერს კი ბულინგის მეორე ტალღა, უფრო დამამცირებელი და უფრო შეურაცხყოფელი კომენტარები მოყვა. ბიჭებმა ბოლოს ბოდიშიც მოიხადეს აღნიშნული ხუმრობის გამო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მათ სპონსორებსაც მოუწიათ კომენტარის გაკეთება. საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ეს თითქოს მინიშნება იყო იმის, რომ მთავრობა აპირებს აზარტული თამაშების რეკლამა აკრძალოს YouTube-ზე. არ ვიცი ვისთვის როგორ აღიქმება ეს თავდასხმები, მაგრამ მე ჩემი მოსაზრება მაქვს, რის გაზიარებასაც ვაპირებ. ჩემი აზრით და ჩემი ხედვით ეს არის საკმაოდ დიდი აუდიტორიის ლიდერების გაშავების მორიგი მცდელობა. იმ ლიდერების, რომლებსაც მთავრობისგან განსხვავებული აზრი აქვთ და რაღაცებში მთავრობას არ ეთანხმებიან. იმ ძალისთვის, რომელიც ერთი მხრივ გვეუბნება, რომ სურს საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება და მით უმეტეს ახალგაზრდებში არ უნდა დაძაბულობა და მეორე მხრივ თავს ესხმის იმ ადამიანებს, ვისაც უდიდესი ახალგაზრდული აუდიტორია ყავს და ალანძღინებს თავის მომხრეებს, საეჭვოა მისი გულწრფელობა. მთავრობა ბოლო წლები აქტიურად ცდილობს მართლმადიდებლური დღის წესრიგის შემოტანას საზოგადოებაში, როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულებში. თუ ის მართლა გულწრფელი არის თავის სურვილებში, მაშინ მართლმადიდებლობა მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღეზე პოზიორობა კი არ უნდა იყოს, არამედ იმ ძირითადი პრინციპების დაცვა, რასაც ჩვენი რელიგია გვასწავლის. დავუშვათ და ის ხუმრობა ვიღაცების გრძნობების შეურაცხყოფელი და ზოგადად წარუმატებელი ხუმრობა იყო. ამაზე ხომ არც დავობთ. გამოვიდნენ ადამიანები, დაწერეს ამ ყველაფრის შესახებ და ბოდიშიც მოიხადეს. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ისევ გაგრძელდა მათზე თავდასხმა და შეურაცხყოფების მიყენება. იმ ძალამ, რომელიც ქრისტიანობას ქადაგებს, შემწყნარებლობისა და პატიების გარდა აბსოლუტურად ყველაფერი გამოავლინა. თავის პროპაგანდისტებიანად იდგნენ ამხელა ადამიანები და განშიდნენ და განიკითხავდნენ. ტრენდის სათავეში იყო ტელეკომპანია იმედი, რომელსაც თითქოს ძალიან გული შესტკივა სოციალურ ქსელებში ვინ რას იტყვის. იმ ტელეკომპანიაზე არის საუბარი, რომელიც ეწევა
თურქული დღის წესრიგის რომანტიზებას, თურქული კულტურის პროპაგანდას. მთელი ერი შესმული ყავს ამ იაფასიან პროპაგანდისტულ თურქულ სერიალებზე და ამაზე კაციშვილი ხმას არიღებს. მაგრამ ვიღაცამ სადღაც თუ იხუმრა, როგორი წარმატებული თუ წარუმატებელიც არ უნდა იყოს ის ხუმრობა, ცხვირიდან ამოადენს, კლდეზე გააკრავს, განსჯის, რა ვიცი, რას აღარ გააკეთებს და მეორე წამს თან პარალელურადაც ქრისტიანობაზე დაგიწყებს საუბარს. ამ შემთხვევას რომ თავი დავანებოთ და აი უბრალოდ კრეატორის გაშავებაზე ვისაუბროთ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ შეტევის ადრესატი შეიძლება იმდენს არ განიცდის და არ ნერვიულობს, რამდენადაც მისი ოჯახის წევრები. სანამ თქვენ მართლმადიდებლობაზე სიუჟეტებს ამზადებთ, რომელიც მართლა არამხოლოდ სრულყოფილი რელიგია არის, არამედ ლამაზი და პატივსაცემი რელიგია არის და პარალელურად თან გეგმავთ ვიღაცების გაშავებას, უნდა ხვდებოდეთ, რომ მათ ოჯახის წევრებს ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობთ. თქვენ წირავთ როგორც მათ ჯანმრთელობას ფიზიკურს, ისევე მენტალურს. ერთ-ერთი იუთუბერი არის, სახელს და გვარს არ დავასახელებ, ძალიან განათლებული, გავლენიანი და ჩვენი ქვეყნის რეალური პატრიოტი არის. და სამთავრობო მედიას ჰქონდა მისი გაშავების მცდელობა. და ასეთი რაღაც მითხრა, რომ ჩემ ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით დამოხუცებულ ბებია ბაბუას ამ ყველაფრით იმხელა ზიანი მიადგაო, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მე მთავრობას ამას არ ვაპატიებ. და კი, ზუსტად ასე იწყება მერე პოლარიზაციაც. ჩაწერამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ქართული ოცნების ახალგაზრდულის შეხვედრა. მედიამ ერთ-ერთი ბიჭი ჩაწერა. შეიძლება ძალიან ზედაპირული იყო ამ ვიდეოში, მაგრამ ამ ბიჭს არაფერი ცუდი არ უთქვამს და მით უმეტეს შეურაცხყოფელი იქ არაფერი იყო. მერე ამ ბიჭის ვიდეო დადეს სოციალურ ქსელებში და მოყვა დაცინვა და ლანძღვა. ამ ბიჭმა თქვა, რომ ჩემი ოჯახი სტრესს და ბულინგს განიცდისო. თან იმედმა გამოაქვეყნა ეს კარტი. სწორს ამობს ეს ბიჭი, დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც ნერვიულობს, თვითონაც არ მოსწონს ეს სიტუაცია და თვითონაც განიცდის, მაგრამ ოჯახის წევრები კიდევ უფრო მგრძნობიარად იღებენ. მაგრამ ახლა ხომ აი საკუთარ თავზე იგრძნო ის, რასაც TV იმედი უკეთებს სხვებს. ყველაზე რთული ამ დროს ის რა არის, რომ საკუთარ თავში იპოვო ის ძალა, რომელიც არ გაფიქრებინებს, რომ საზოგადოება არის დაყოფილი აუცილებლად მხოლოდ ნაცებად და მხოლოდ ქოცებად და შენი თაობა და ის ადამიანები, შენი კოლეგები, თუნდაც რომელიც აი ამ ამბავში ტრიალებენ, არ შეიცულო. და ძველებურად გჯეროდეს, რომ ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში არის ისეთი რაღაცები, რაც ზეპარტიულია. გიორგი კალატოზის ერთი ხუმრობით არ განისაზღვრება არც მისი ადამიანობა, არც მისი წვლილი საზოგადოებაში. მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყოველთვის გამოჩნდებიან საერთო ნაცნობები ორ ადამიანს შორის. ამ საერთო ნაცნობებიდან რაღაც დახასიათებს ყოველთვის ვიგებ და ჯერ ადამიანი არ ყოფილა, ვისაც რამე ცუდი ან ნეგატიური შეიძლება ეთქვას კალატოზზე. როგორც არ უნდა ეცადოს მთავრობა იმას, რომ ვინც მათ აზრს არ იზიარებს ავტომატურად ქვეყნის მტერი და მოღალატეა, ეს არ გამოვა. პოლარიზაცია არის დაწყებული თქვენი თაობის და ჩვენი თაობა უბრალოდ ამ შედეგებს ვიმკით. და არ გვინდა ამის მონაწილეები ვიყოთ. ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა. და პირიქით აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ხო? თუნდაც ეს YouTube, თუნდაც Telegram-ი, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ განსხვავებული აზრის ადამიანებმა შევძლოთ ერთად დასხდომა, ერთად საუბარი და საერთო მიზნებამდე მისვლა. ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. თუნდაც ის გეოპოლიტიკური კლუბი პოლარისი, რაც გავაკეთე, ისიც იგივეს ემსახურება. ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ხედვები, მოსაზრებები, მაგრამ ფასეულობები და ღირებულებები როცა არის ერთი, სულ რომ ერთმანეთს არ ვიცნობდეთ, ჩვენ შევძლებთ ერთ სივრცეში დასხდომას, საუბარს და როგორც უკვე ვთქვი, საერთო მიზნებისკენ სწრაფვას. ის ადამიანები, რომლებიც მე გავიცანი ან პოლარისში, ან YouTube-მა გამაცნო, ჩემთვის ეგ არის მართლა მონაპოვარი. ფაქტია მარტო არ ვარ. ფაქტი არიან ადამიანები, ვინც საკითხს ჩემსავით უყურებენ. ჩემი ინტერესი ის კი არ არის, რომ ამ ყველაფრიდან მაინც და მაინც ფინანსური ბენეფიტები ვეძიო. არა, ჩემი ბედნიერება და ჩემი ინტერესი არის ის, რომ მსგავსი ადამიანები გავიცნო, ჩემი ირგვლივ შემოვიკრიბო, დავახლოვდეთ ერთმანეთში, მე მათი მეგობრები გავიცნო, ჩემები გავაცნო და ასე შემდეგ. ფასეულობა, ღირებულება და იდეა, რომ შეგვიძლია ბევრად წარმატებული სახელმწიფო და ბევრად წარმატებული საზოგადოება ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ, ეს არის უზენაესი. თუ ჩვენ ვერ გავითავისებთ იმას, რომ ერთმანეთს გარდა არავინ ყავს და ვერ მოვიშორებთ შურს, ტოქსიკურობას, პირად ამბიციებს, იმავე გზით ვივლით, რაზე ჩვენი მშობლები დადიან და ეს მოჯადოებული წრე არასდროს აღარ გაირღვევა. კი, კარგია სპონსორები, ამას არავინ უარყოფს. კარგია, როცა შეგიძლია
შენი მთლიანი დრო მოახმარო ამ საქმეს და არ გიწევდეს პარალელურად იმის ფიქრი, რომ რაღაც სხვაც უნდა აკეთო, რომ სტაბილური ფინანსური შესაძლებლობები გქონდეს. კარგია, როცა შეგიძლია ტექნიკის განახლება და უფრო კარგია, როცა შეგიძლია სხვა ქვეყნების და სხვა ადამიანების ყოფა აჩვენო შენს აუდიტორიას. მე როგორც წესი, ხო, გარდა უბრალოდ ქვეყანაში თუ სამყაროში რაც ხდება იმ ამბებზე განხილვას და იმ ამბებზე საუბრის შემდეგ ყველას დიდ ბედნიერებას ეგეთი მოგზაურობები მანიჭებს, მაგრამ არ გამოდის ყოველთვის. შეუძლებელი არის ეს ხშირად გავაკეთო. ამ ეტაპზე შეუძლებელი არის ეს ხშირად გავაკეთო სამწუხაროდ, მაგრამ ამას დიდად არ ვწდარდობ. საერთოდ არ არის პრობლემა. ხან ისე იქნება, ხან ასე იქნება. მე ვაცნობიერებ იმას, რომ მე თვითონ შეზღუდული ვარ დამფინანსებლებში. ხო, შეუძლებელი არის მე მჯეროდეს რაღაც პოზიტიური ცვლილებების, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საზოგადოებაზე. ამის მჯეროდეს, ამაზე ვსაუბრობდე და რაღაც პოზიტიურ გავლენას ვგრძნობდე და მეორე მხრივ ვარეკლამებდე და ვასპონსორებდე ისეთ კომპანიებს, რომლებიც ადამიანების სისუსტეზე და ცდუნებაზე აკეთებენ ფულს. ეს ხო სიგიჟე იქნებოდა. კი, როცა ამ ყველაფერს ვიწყებდი და მეც არ ვიცოდი, სად მიმიყვან და რა შედეგებზე გავიდოდი, შეიძლება ადრე რაღაცებზე ვფიქრობდი, მსგავს თანამშრომლობაზე. მაგრამ მას მერე რაც მეც გავიზარდე ადამიანურად, პიროვნულად არხიც გაიზარდა და მე ვირწმუნე ჩემი შესაძლებლობების, ჩემი ძალის, ჩემი აუდიტორიის უპირველეს ყოვლისა, გამორიცხულია მსგავს სპონსორებაზე და მსგავს თანამშრომლობაზე ვიფიქრო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი მოსულა და უთქვამს ან მოუწერია, რომ იცი გიყურებ, შენი გულჩემატკივარი ვარ, მომწონს ძალიან რასაც აკეთებ, მაგრამ რადგან პოლიტიკური არხი გაქვს, ვერ დაგასპონსორებ. თან ანუ ამას თავის ინიციატივით აკეთებენ როგორც წესი. მე რომ პირველი მათი მხრიდან იწყება კომუნიკაცია. რა უნდა ვთქვა ამ დროს? მადლობა, მადლობის გარდა მართლა ამ შემთხვევაში რა უნდა ვთქვა? პირიქით, შენ თუ გირჩევნია რომ დააფინანსო გასართობი კონტენტი, ვიდრე ის კონტენტი, რომელიც მუშაობს ახალგაზრდებზე და ის აუდიტორია ყავს, რომლებსაც გვჯერა, რომ ამ ქვეყნის გაძლიერება შესაძლებელი არის, ამ ქვეყნის პოზიტიურად განვითარება, დადებითად განვითარება შესაძლებელი არის და ჩვენ ვცდილობთ რაღაცები დადებითისკენ შევცვალოთ, მაშინ საერთოდ არაფერი გქონია რა. დააფინანსე საჭმლის ჭამის ვიდეოებით და 1000 გასართობი, რა პრობლემაა? ასეთ ფუნდამენტურ რაღაცებზე თუ ვერც ვთანხმდით, მაშინ საერთოდ არც არაფერი გქონია. ჩემთვის ბევრად ღირებული არის ის 5, 10 და 15 დოლარი, რომელსაც ადამიანები პატრეონზე რიცხავენ. ანუ თან პატრეონზე როგორც წესი უმეტესობა არის ადამიანი, რომელსაც აქვს ჩვეულებრივი შემოსავალი, ჩვეულებრივი სამსახური. და მისი არჩევანი არის ის, რომ მაგ გრძნობინოს და მხარი დამიჭეროს, რომ მოსწონს, რასაც ვაკეთებ და აი ამ გზით გიჭერ მხარს, გვერდში გიდგავარ და ასე შემდეგ. ეს უფრო ღირებული არის, ვიდრე ისეთი მესიჯები და ისეთი დიალოგები, რომელიც ზემოთ ვახსენე. იმის თქმა მინდა, რომ სპონსორი მხოლოდ სპონსორი არ უნდა იყოს. ისიც უნდა იზიარებდეს შენ ხედვებს და შენც უნდა იზიარებდე მის ხედვებს. ყოფილა კი ისეთი კომპანიები, რომლებსაც სიტყვებზე ოცნების კოშკები აუშენებიათ, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა, მერე უკან დაუხევიათ. და მადლიერი ვარ, მართლა მადლიერი ვარ, რომ თანამშრომლობის ამ ეტაპზე გამოავლინეს თავის სახე და არა მოგვიანებით, როცა შეიძლებოდა რაღაც იმედი მქონოდა. და მეორე მხარესაც ვიტყვი. არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც როგორც წესი არ უნდათ გამოჩენა, მაგრამ არხის განვითარებაში ყოველთვის შეაქვთ დიდი წვლილი. მაგალითად, ომანში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ფინანსურ დაგეგმარებაში დამეხმარნენ კონკრეტული ადამიანები. და კიდე ასეთი შემთხვევა იყო არხის ძალიან ძვირფასი მხარდამჭერი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი არის, როცა ომანში როცა ვიყავი ხშირად მკითხულობდა და ერთ-ერთ საუბარში მითხრა რომ თუ რამე დაგჭირდა აქ ვარ. და ამას ვამბობ რომ ეს არის თავარი მონაპოვარი ხდებით ის ადამიანები, რომლებიც მოდიან თავისნებით და გულწრფელები არიან. და მე იმ ადამიანში 10000% დარწმუნებული ვიყავ რამე რომ დამჭირვებოდა და მეთხოვა ზუსტად ვიცოდი რომ გააკეთებ და მიუხედავად იმისა რომ მადლობა ხმერთ არაფერი არ დამჭირდა, ყველაფერი დაგეგმილად ჩაიარა, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ასეთი გულწრფელობა არის მთავარი და ნებისმიერ სხვა ბენეფიტზე მაღლა ეს დგას. ხვალდაზე რა იქნება, არავინ არის შეიძლება უარესად წავიდეს ჩემი საქმე, შეიძლება პირიქით ძალიან მაგრა წავიდეს, ხო? მაგრამ მე ამ მინიმუმითაც ძალიან ბედნიერი ვარ, რაც ახლა გამაჩნია. შეიძლება ამ არხს არ ყავს ისეთი მსხვილი და მრავალფეროვანი დამფინანსებლები, როგორც სხვა დიდ არხებს, მაგრამ მე ამითაც ბედნიერი ვარ. თქვენ თვითონ ხართ მოწმე, საიდან დავიწყე, რა გარემოში, რა ტექნიკით და თქვენ თვითონ ხართ იმის მოწმე, რომ იმ დაწყების დღიდან არც ერთი წამი არ შემიწყვეტია განვითარება და ყველაზე მთავარი რაც არის, არასდროს იმ პირველი ვიდეოდან დღემდე არასდროს მე ჩემი თავისთვის
პირველ რიგში ჩემი თავისთვის და მე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემი სჯერა, არასდროს არ მიღალატია. არაფერი არ არის იმაზე დიდი მონოპოვარი, ვიდრე ადამიანები, ვიდრე ნაცნობები და იმის რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მაგარი ქვეყანა და მაგარი საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში, ვინც მე მიყურებს, აი ცხადად თუ არა, გულის სიღრმეში ჯერ კიდევ მაინც ჯერა ამის. მე არ ვარ დაინტერესებული არც კოლაბორაციებით, არც ნახვების მომატებით, მე დაინტერესებული ვარ საინტერესო ადამიანების ძებნით და აქვე მაინც რამე კუდები რო არავინ მოაბას, იმასაც ვიტყვი, რომ ქართულ YouTube-შიც არის პირადად მე ვინც ასე მახსენდება 2-3 საინტერესო კრეატორი, რომელსაც აქვს მართლა სიღრმისეული ფასეულობები, ორიენტირებული არის, რომ საზოგადოებას რაღაც ახალი უთხრას, შემეცნებას ეწევა, განათლების კუთხით მოღვაწეობს და ასე შემდეგ. ნახვების რაოდენობაზე კი არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ იმ ადამიანების აღმოჩენაზე, ვინც არიან გულწრფელები, გულაღწინებულები, სუფთა, ამბიციურები, რეალიზებული ადამიანები ან ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს ირგვლივ გავერთიანდებით, ერთმანეთს დავეხმარებით და ასე შემდეგ. ანუ აი იმ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ვისაც აქვს ამბიცია, რწმენა, ხედვები და იმის უჩრეტი ენერგია, რომ შეუძლია ქვეყანა შეცვალოს დადებითობისკენ. ერთი ადამიანი არის ქვეყანაში არ მოღვაწეობს სამწუხაროდ და ის თუ რას აკეთებს, მე ვიცი, მისმა ოჯახმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა. და ჩვენ შორის რაღაც მიმოწერა შედგა დაახლოებით 4-5 თვის წინ, საბედნიეროდ ის დღეს ჩემთვის ერთ-ერთი ძვირფასი ადამიანი არის და 4-5 თვის წინ რაღაც საუბარი შედგა, მე არ მინდა რაღაც დამახინჯებულად გავიხსენო, ან არ გავიხსენო ისე როგორც იყო, ამიტომ ვეცდები რომ ვიპოვო მიმოწერა და დავსკრინო და აქ ჩავსვა. აი რასაც ეს ადამიანი ამბობს და დარწმუნებული ვარ, რასაც ამბობს იმის გამკეთებელი არის 1000%. ზუსტად ასეთ ადამიანებზე მოქვს საუბარი. და თავარი კიდევ იცით რა არის, რომ აი როგორც შვედეთის ვიდეოში ვთქვი, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ წარმოგვიდგენია რა მაგარი სახელმწიფო შეგვიძლია ავაშენოთ და რა მაგარი საზოგადოება შეგვიძლია ვიყოთ, მაგრამ ამას ჭირდება დრო და ამას ჭირდება სწორი ადამიანები. და მე მაინც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ შევძლებთ იმ კონდიციებამდე მისვლას, რაზეც ახლა ვსაუბრობ. მაინც ამის მჯერა. მოდით აი აქ დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი. ბოლოში რაღაც ცოტა რაც დაგეგმილი მქონდა აშკარად გადავწდი იმას და სხვა რაღაცეებიც ვილაპარაკე, მაგრამ რაც თავი ეს გულიდან ამოსული სიტყვები იყო. ამით დავასრულოთ, მოდით, მე ვეცდები რომ შემდეგ კვირაში დაგიბრუნდეთ საინტერესო თემით. დროებით.